მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მსმენელებს თუ მაყურებლებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ერთგვარად რადიოვის გაგრძელება მგონია ეს ხაზიც, იმიტომ რომ ჩვენთან დაფრთიანებული ჟურნალისტები გამოვისწუმრეთ აქეთ და ხა აი ასე კარგად უძღვებიან ამ საქმიანობას და მივესალმები იმასაც, რომ რაღაც მეორე მედია გაჩნდა, უბრალოდ უკვე მესამე მედია გაჩნდა ამ მიმართულებით, მეორე რადიო, რომელიც ქალებზე იმუშავებს, ისევე როგორც ჩვენ ვმუშაობთ და ჩემთვის ეს ძალიან საამაყოა, ორმაგად საამაყოა. როგორ გაჩნდა რადიო-ვივის დაფუძნების იდეა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყოველთვის გქონდა პრინციპში, მე ყოველ შემთხვევაში სულ მქონდა იმის განცდა, რომ რაღაცა ამ მიმართულებით მაკლია, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ჟურნალისტი, ძალიან ბევრი ხანი ვიმუშავე, როგორც რეგიონულ მედიაში, ისე ცენტრალურ მედიაში, მაგრამ არასოდეს არ მეძლეოდა, არც დრო მქონდა, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ეს მედია ზოგადად მოითხოვს ძალიან დიდ რესურსს. არც დრო მქონდა ამის და არც შესაძლებლობა, რომ შემექმნა და აი 2019 წელს, როცა ჩვენ დავასრულეთ ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩემმა ძირითადმა ორგანიზაციამ, სენმა, რომელიც პარტნიორიც ერთ-ერთ პროექტში, რომელსაც ევროკავშირი ქვემო ქართლში ახორციელებდა, იყო ქალი და სამყარო, ორგანიზაცია, რომელიც ბოლნისში არის დაფუძნებული და ქვემო ქართლის მასშტაბით 25 წელზე მეტია მუშაობდა. აი ამ ორგანიზაციასთან პარტნიორობით განახორციელეთ ერთ-ერთი პროექტი და ამ პროექტში იდო რომ უნდა გაგვეძლიერებინა ეს ორგანიზაცია, რაღაცა უნდა დაგვეტოვებინა და ვიფიქრეთ რა იქნებოდა ისეთი, რაც კიდევ უფრო აქტიურს გახდიდა ორგანიზაციას, რომელიც ქალების მიმართულებით მუშაობდა და მოვიფიქრეთ ეს, რომ მოდი გავაკეთოთ რადიო. ჯერ ვიფიქრეთ, რომ ხო არ გაგვეკეთებინა რამე საიტი, მერე მივხვდით, რომ ქალები საიტზე ესე აქტიურად ვერ შევიდოდნენ, იმიტომ რომ ყველას არ აქვს ამ ხელსაწყოების, ასე ვთქვათ, სკილი, გამოყენების უნარი. მერე ვიფიქრეთ, რომ აი სხვა რა მედია შეიძლება და უცბად მოგვაფიქრდა, რომ მოდი რადიო, რატომაც არა, იმიტომ რომ ყველაზე მარტივია, ყველას თან კიდე სამენოვანი იქნებოდა, სომხურენოვანი მოსახლეობაც გაიგებდა, აზერბაიჯანულიც და ქართულიც, თან ყველაზე მთავარი იქნებოდა, რომ ეს ქალებზე იქნებოდა ორიენტირებული, სადაც ყველაზე მეტი პრობლემებია ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი უფლებები, ძალიან ბევრმა ქალმა საკუთარი უფლებები არ იცის და თან კიდევ ჩვენ დავეხმარებოდით ამ ქალებს შესაძლებლობების, ასე ვთქვათ, გაძლიერებაში, მიღებაში, რომ საკუთარ სოციუმში რაღაცა აქტიურები ყოფილიყვნენ და ჩართულები ყოფილიყვნენ, რაც ყველაზე მთავარია გადაწყვეტილების მიღების პროცესში. და ხელს შეუწყობდით მათ სახლიდან გამოსვლას, ასე ვთქვათ, და საკუთარი უფლებების ცოდნას. ესე გაჩნდა ეს იდეა. მოვძებნეთ დონორი, ქალთა გლობალური ფონდი, ვინც იმ დროისთვის აცხადებდა საგრანტო კომპონენტს ქალების მიმართულებით და გავაგზავნეთ პროექტი, ოღონდ რო გითხრათ, რომ ხა დარწმუნებულები ვიყავით, რომ რაღაცა დაგვიფინანსებდნენ, ვერ დავიჯერეთ ეგ ამბავი მანამ, სანამ არ დაგვირეკეს და არ გვითხრეს, რომ იქნებ ასე დეტალური ბიუჯეტი გამოგვიგზავნოთო, $30,000 იყო მაშინ საუბარი და იქ მივხვდით, რომ ეს იმას ნიშნავდა, რომ ესე იგი განიხილება ჩვენი დაფინანსება და ძალიან ისეთი ბიუჯეტი გავაგზავნეთ, რასაც ქვია და მოგვივიდა დასტური. და ამ ეს დასტური გულისხმობდა იმას, რომ მინიმუმ 1 თვეში ჩვენ ავტორიზაცია უნდა მიგვეყო. ეს იყო ძალიან რთული ამბავი, იმიტომ რომ ჩვენს წინ იყო ისეთი გამოცდილი მედიები, როგორიც არის მთის ამბები, რადიო-ვეი სვანეთში, ორივეს პრაქტიკულად დაფუძნებული იყო მიგელ ამთიულიშვილი და ჩვენ გვიძღოდა წინ, როცა რაღაცა მიზეზების გამო არ მისცეს ავტორიზაცია და ძალიან შევშფოთდით და პირველი, ესე იგი, როდესაც გავაგზავნეთ მარეგულირებელ კომისიაში რადიოს კონცეფცია, ყველა თავის დოკუმენტით, აბსოლუტურად მოგვივიდა დახარბეზებული და გვეგონა, რომ აი მე არ მოგცემენ არც ჩვენ
და ავდექი და პირდაპირ ჩავედი მარეგულირებელში, დავუდგე ეს საბუთები, რომელიც და ასე ვთქვათ, პირდაპირ მეც და ქალბატონმა მარინამაც დავუდგეთ და პირდაპირ უთხრეთ, ეხლა მოგვინიშნეთ. აი ამ ხარვეზებში რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ არის გაკეთებული და აი იქ მართლა ძალიან ესე მოგვიდგნენ, დაგვეხმარნენ მაქსიმალურად, ტელეფონზე ვიყავით დაკიდებულები, ერთადერთი რაც შემიძლია ხმამაღლა ვთქვა მაშინ რომ არავის ხელი არ შეუშლია იმაში რომ ავტორიზაცია მიგვიღო, პირიქით მაქსიმალურად დაგვეხმარნენ. და მოკლედ 2020 წლის 23 სექტემბერს დაგვირეკეს და გვითხრეს რომ არის სხდომა, რომელზეც მაშინ კოვიდი იყო და პირისპირ ვერ ჩავიდოდით, ამიტომ სხდომები ტარდებოდა ონლაინ და უნდა შემოხვიდეთ, ის უნდა შემოვიდეს, ვინც კონცეფცია გაამზადაო და ეხლა დამფუძნებელი იყო რა თქმა უნდა ქალიდა სამყარო რადიოსი და ქალიდა სამყაროს ხელმძღვანელი ქალბატონი მარინა, მაგრამ კონცეფციაში და რადიოს მიმართულებაში რა კი განვაცხადე რომ ყველაფერს გავაკეთებდი, ამიტომ შეხვედრაზე შევედი მე და ვიყავი ძალიან ამაყი. როცა მოვიდა ჩვენი რიგი, პირდაპირ ესე სანამ რამე სიტყოდე რომ მოგეცით არ მოგეცით, პირველი რაც თქვეს ესე ძალიან ისეთი სახით, ეს კონცეფცია ვინ დაწერა და დამცხა რომ მეთქი რაღაცა ცუდი მაქვს დაწერილი ისეთი სახით თქო. ვერავის ვერ დავაბრალებდი ნამდვილად და მეთქი მე დავწერე რა ხდება თქო და აი ეს არის კონცეფცია, რომელიც ყველა მედიას უნდა გქონდეს. და აი ძალიან გამიხარდა მართლა იქიდან უკვე აღარ გამიგია არაფერი, ვაძლევთ, არ ვაძლევთ, აი აღარაფერი აღარ გამიგია, იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ მივხვდი, რომ ჩვენ ავტორიზაცია ინტერნეტში მაუწყებლობის შესახებ უკვე მოგვანიჭეს და შეგვეძლო მუშაობის დაწყება. ყველაზე გამოწვევა კიდე იყო ის, რომ ზუსტად 20 დღის ვადაში უნდა დაგვეწყო მაუწყებლობა და ჩვენ ჯერ სასაცილო აბავი იყო, ჩვენ ჯერ ტექნიკაც არ გქონდა ნაკლები, ყველაზე იმიტომ რომ ის ტექნიკა რომელიც რადიოს ჭირდებოდა საქართველოში ესე პირდაპირ არ იყიდებოდა, ან თუ იყიდებოდა ძალიან ძვირი იყო და ჩვენ გითხარი რომ ძალიან მცირე ბიუჯეტი გქონდა, ბიუჯეტური ბიუჯეტი გაუგზავნეთ ქალთა გლობალურ ფონდს და უნდა ჩავტეულიყავით იმაში. მართალია ბევრი არაფერი არ აქვს რადიოს, ერთი მაგიდაა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ არ ვაპირებდით მარტო ასე ვთქვათ აი ამ ერთი მაგიდით ეთერში გასვლას და ვფიქრობდით რომ პოდკასტები გადაცემები გაგვეკეთებინა, რაც კიდევ უფრო აქტიურს გახდიდა ჩვენს ყოფნას აი ამ სივრცეში, როგორც ინტერნეტი, ზოგადად ინტერნეტ სივრცეში, ვიდრე ვთქვათ მას რა ქვია FM მაუწყებლობას მოვიპოვებდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სხვა ტექნიკური შესაძლებლობებიც და აი მე 20 დღეში არ ვიცი როგორ მოვახერხეთ რომ ტექნიკაც ვიყიდეთ, კიდევაც ავაწყეთ. ან მთელი აი ეს შენობა, სადაც რადიო იყო, გავარემონტეთ სრულად. აი კიდევ არ ვიცი, ალბათ ეს იყო უფლის წყალობა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ ამ რეგიონში ეგეთი რადიო უნდა ყოფილიყო და რადიოს 5 წლის განმავლობაში რასაც აკეთებდა, ის უნდა გაეკეთებინა. აი ესე დაფუძნდა ჩვენი რადიო. ინტერნეტში იყო ხაზის რადიო, ხო და იყო თან სიხშირე, რომელზეც იჯდა, უკანონოდ იჯდა ის რადიო და ფიქრობდნენ რომ ლიცენზიას მიანიჭებდნენ, მაგრამ არ მისცეს, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ძვირი იყო ლიცენზიის აღება ესე პირდაპირ და ეხლა ჩვენ როცა ავიღეთ ავტორიზაცია ინტერნეტში მაუწყებლობის, FM მაუწყებლობის სიხშირის მოპოვება, ეხლაც რაღაც თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ აუცილებლად ეხლა ესეთი კანონი არის, რომ მანამდე 2 წელი უნდა გქონდეს აუცილებლად სტაბილურად ნამუშევარი ამ მიმართულებით და ჩვენ რო სათემო გვინდოდა, მაგალითად მე გვითხრეს, რომ იცი რა არის რეგიონული აიღეთ, რატო იღებთ სათემოს, არა და ჩვენი მთავარი მისია ეგ იყო. წინა რადიოსგან განსხვავებით, წინა რადიო, რომელიც ბოლნისში იყო, რადიო ნაციონალი, იყო რეგიონული და ამიტომ რა ვიცი, ხა ძალიან დიდი თანხები მჭირდებოდა იმის შენარჩუნებას. თუმცა ძალიან კარგად მაუწყებლობდა, მახსოვს და მე მალევე გაუქმდა, იმიტომ რომ არაკანონიერად ისხდნენ, ვერც იხდიდნენ იმის ლიცენზიის მოპოვების თანხას და აი ესე. საზოგადოების დამოკიდებულება მინდა გითხრათ, რომ იყო ძალიან და არის დღემდე, ეხლა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ
დროებით შევაჩერეთ მაუწყებლობა იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, იმისთვის, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ჯარიმები ავიტანოთ და დაგვიყადაღდეს ანგარიშები, ამიტომ დროებით რადიომ შეაჩერა მაუწყებლობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რადიო იყო ყველგან იქ, სადაც შეიძლებოდა, რომ ქალის ხმა ყოფილიყო წამყვანი, სადაც არსებობდა პრობლემა, რომლის მოგვარებაზეც ხშირ შემთხვევაში გვიზრუნია და ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ჩვენამდე მოსულა, თამამად შემიძლია ვთქვა ყოველგვარი გადამეტების გარეშე, რომ ისე ჩუმად მოგვიგვარებია ხშირად ერთი ნიუსით, რომ აი დაურეკავთ და უთქვამთ, რომ აი მადლობა თქვენ რომ დადეთ, იმის მერე მოგვარდა და შემიძლია ჩამოვთვალო უამრავი პრობლემები, უბრალოდ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. საზოგადოების დამოკიდებულება კარგი რო იყო, იმითაც ჩანდა, რომ მე შემიძლია ეხლა ანონიმური რო არ იყოს უბრალოდ, რამდენი ადამიანის SMS-ი შემოდიოდა ყოველდღიურად პრობლემებთან დაკავშირებით. მათ შორის იმ ქალებზე, რომლებიც ძალადობას განიცდიდნენ ოჯახში და გთხოვდნენ დახმარებას. მათ შორის იმ ქალებზე, რომლებიც აი მაგალითად კოვიდის დროს ჩვენ ვიყავით ცხელი ხაზის პრინციპით მუშაობდით, ვისაც ფსიქოლოგიური დახმარება ჭირდებოდა და სტრესში იყვნენ და არ იცოდნენ რა პანიკაში იყვნენ და არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, პირდაპირ გვირეკავდნენ, რომ აი რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ და მაშინ შევქმნით ფსიქოლოგების ჯგუფი, რომელიც უფასოდ ეხმარებოდა და 131 ქალს დავეხმარეთ აი ამ ასე ვთქვათ ჯგუფის საშუალებით და ანუ აი ასეთი ძალიან ბევრი და ამით შემიძლია ვთქვა რომ ძალიან კარგი იყო განწყობა, ძალიან კარგად მოერგო რადიო იმ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად სჭირდებოდათ დახმარებაც და ცვლილებაც, მაგრამ ვერ გეტყვით რომ ხალ რადიომ შვიდად აძინებდა იმ ადამიანებს, რომლის ვალდებულებაც იყო რაღაც მომენტში, რაღაც კონკრეტულ ლოკაციაზე, რაღაც კონკრეტული საკითხების მოგვარება. ესე იგი, სანამ ჩვენ შეჩერდებოდა ეს მაუწყებლობა, დაარსებიდან როგორი იყო მუშაობის პროცესი, თანამშრომლები, მოხალისეები და ასე შემდეგ. ყველაზე კარგი ამბავი გამახსენეთ. ეხლა ყველაზე კარგი პერიოდი გამახსენეთ. ჩვენ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული გვქონდა, რომ მინიმუმ 20-მდე, 15-დან 20-მდე მოხალისე გოგონა უნდა აგვეყვანა, რომელსაც გადავამზადებდით და რაც ყველაზე მთავარია, ეს გოგონები არ უნდა ყოფილიყვნენ სრულწლოვანები, იმიტომ რომ მათ უნდა ესწავლათ და შემდგომში ამ სწავლაშიც უნდა გადაეწყვიტათ საკუთარი გზა, საით წავიდოდნენ და თან კიდე ყველაზე მთავარი ის იყო, რომ სტატისტიკის მიხედვით ქვემო ქართლში ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, გოგონა სწავლას ტოვებდა სწორედ აი 13, 14, 15 წლის ასაკში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან ლეტალური ფაქტებიც მოხდა მაშინ ზუსტად და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აი ამ ასაკის გოგონების განვითარებაზე გვეზრონა. გამოვაცხადეთ ქოლი, კონკურსი, ძალიან ბევრი განცხადება შემოვიდა, ძალიან ბევრი, ზუსტად მახსოვს, რომ ერთი კვირა ვიჯექით. ქალბატონმა მარინამ მითხრა, რომ იცი მარიკო, მე რომც გადავხედო ესე პირდაპირ აკი ჟურნალისტიკის ესე ჩახედული არა ვარ, შემიძლია ესე რამდენად დაინტერესებს ადამიანს ის გავიგო, მაგრამ უფრო კონკრეტულად შენ მიხვდები, რომელი უფრო გჭირდება და მახსოვს, რომ 87 განაცხადი იყო და ამ 87 განაცხადიდან ძალიან გამიჭირდა 15 ადამიანის შერჩევა, მაგრამ ის 15, რომელიც შევარჩიე იქიდან გამომდინარე, ვისაც ყველაზე მეტი мотиваცია უჩანდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლება იმ 15-დან 5 ან 7 დარჩენილიყო. ზუსტად ვიცოდი და ამიტომ ამ ასე ვთქვათ რისკს ხედავდი. 15-ვე იყო ძალიან კარგი, მაგრამ საბოლოო ჯამში დაგვრჩა ბოლოს მე მგონი 5. იმ 5-დანაც მე დარჩა 3, ვინც სრულად გაიარა და იმ 3-დან მე დარჩა აგერ შენ და ელენე,
რომელიც რეალურად რადიოს ახალგაზრდული გუნდის სახეები გახდნენ და ასევე რადიომ შემოიკრიბა ამ ახალგაზრდული ფრთის გარდა მოხალისეების გარდა ის ჟურნალისტები, რომლებიც ადგილზე იყვნენ, მაგრამ იყვნენ მარტოხელა დედები. ეს ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათი მხარდაჭერა უზრუნველგვეყო რადიოს ფარგლებში, პროექტის ფარგლებში და მათთვის რაღაცნაირი მხარდაჭერა ფინანსური იქნებოდა ეს თუ შესაძლებლობების გაძლიერების თუ ასე შემდეგ, არ ვიცი, განვითარების ყოველ შემთხვევაში, აი ესეთი ქალები შემოვიკრიბეთ, ძირითადად ჟურნალისტები, ესე ჩამოყალიბდა და იყო ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ყველა პროგრამა, რომელიც ამ ჯგუფმა გაიარა, რადიო ჟურნალისტიკის მიმართულებით იქნებოდა ეს თუ ეთიკური ჟურნალისტიკის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური ჟურნალისტიკა, ფიჩერსი, ყველაფერი ეს იყო დაფუძნებული ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ძირითად პრინციპებზე, მათი სატრენინგო მასალებიდან დატრენინგდნენ და ეს იმას ნიშნავდა, რომ თითოეული მათგანი სტარტს იღებდა თანამედროვე ობიექტური ჟურნალისტიკის სწავლების მიმართულებით. ამაზე უკეთესი, ასე ვთქვათ, მედია მთელ მსოფლიოში არ არსებობს. ეს არის მედია, რომელიც ყველა მსოფლიოში მხოლოდ იმ წერტილებშია, სადაც გაყინული კონფლიქტები არსებობს და მაღალი სტანდარტით მუშაობს. აი BBC-სთვისაც კი ძალიან მაღალი სტანდარტია IWPR-ის, ანუ ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სტანდარტი და აი ამ 15-მა ჟურნალისტმა ზუსტად ეს სტანდარტი გაიარა და მე მიხარია, რომ ერთ-ერთი აი აგერ ხარ თქვენ რადიოში, რადიოს ხელმძღვანელობს და კიდევ უფრო მეტს აკეთებს, კიდევ უფრო დიდ ტრენინგებს გადის, გამოცდილებას და ალბათ მიხვდებით კიდევაც რა კარგი საფუძველი იყო რადიო თქვენთვის, თითეული იმ ადამიანისთვის, ვინც ეს გზა გაიარა, ჩვენი ერთი ჟურნალისტი ხარის საფრანგეთში, რომელიც ცდილობს, ასე ვთქვათ, ჩვენ უკვე ყველაფერი გავაკეთეთ აბსოლუტურად, რომ იქაც აი ამ მიმართულებას არ მოწყდეს და ენის მიმართულებით დაიწყებს ახლა კურსებს და ისიც დიდი იმედი მაქვს, რომ რადიოში დასაქმდება. იცი, საქართველოს ქონია ძალიან ბევრი რთული პერიოდი. ყოველ შემთხვევაში მე 30 წელზე მეტია მედიაში ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებში უფრო ადვე 2006 წლის შემდეგ აქტიურად გადავედი სამოქალაქო ორგანიზაციებში, მაგრამ მედია არ დამიტოვებია. ვიყავი როგორც ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ჟურნალისტი, ასევე რეგიონული ქსელის კორესპონდენტი, ვიყავი მერე Global News-ის მთავარი რედაქტორი უკვე 2012-დან 11-12 წლებში და შემდეგ უკვე მანამდე მედია ჯგუფის დირექტორი და შემდეგ უკვე აქტიურად დავიწყე თანამშრომლობა ისეთ გამოცემებთან, ვთქვათ, როგორიც არის მე რა ქვია და დამავიწყდა. ეს იმის თქმა მინდა, რომ ყველა პერიოდში გამოწვევა ყოველთვის იყო. მედია ყოველთვის პირველი დაარტყმის ობიექტია ხოლმე, როცა მთავრობები იცვლებიან და ეხლა 13 წლის შემდეგ, რაც ეს მთავრობა ყავს, რომელიც ყავს, განსაკუთრებულ რთულ ვითარებაში ვართ, იმიტომ რომ მარტო ის კი არ არის, რომ შენ ობიექტურად უნდა გააშუქო რაღაცეები, არამედ გადარჩენისთვის ბრძოლაც გვიწევს, თუ მანამდე იყო იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ადგილზე აქ თუ ვერ შევქმნით ფინანსურ რესურსს, შეგვეძლო გარედან მოგვეძიებინა, ისე რომ არ დაზიანებულიყო, არ მომხდარიყო რედაქციაში ჩარევა, რედაქციის პოლიტიკაში ჩარევა და მყარად უდგარიყავით ფეხზე, რომ შეგვექმნა ამბავი, რომელიც ყველაზე მეტად უნდა ცოდნოდა ადგილობრივ თემს. დღეს ამის შესაძლებლობა ყველგან გაწყდა. დღეს ერთეული მედიები დარჩნენ და ჩვენც აი ამ ქოლგის ქვეშ მოვეკეცით სამწუხაროდ, თუმცა მე არ ვკარგავ იმის იმედს, რომ რა თქმა უნდა სულრო ენთუზიაზმით მომიწიოს მუშაობა, რადიოს Facebook გვერდი დარჩება და რომ იქნება ის მაუწყებელი რეგიონში მიმდინარე, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე
ამბების. ამის მჯერად ძალიან, თუმცა ერთ რაღაცას უნდა გაუსვა ხაზი აუცილებლად იმ შემთხვევაში, თუ კი საერთოდ გაწყდება კავშირი ქვეყანაში და საერთოდ დასრულდება ყველა მედია, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანაც და საზოგადოებაც, იმიტომ რომ მედია არის სარკე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების და მედიის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება. უბრალოდ არ არსებობს. მაშინ ჩვენ ავტორიტარულ მიმართულებაზე უნდა გადავიდეთ და თან ამაზე ესე მკვეთრად უნდა განვაცხადოთ, რომ არ აღვთ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც თავისუფალი სიტყვა ისმის, სადაც თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ და სადაც შესაძლებელია ერთმა ადამიანმა თავისი აქტიურობით მიაღწიოს წარმატებას ან რაღაცა პრობლემის გადაჭრის გზას. შეუძლებელია. მაშინ ეს ჩვენ თვითონ უნდა ვთქვათ და მე მჯერა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი საქართველოში ალბათ არა დარწმუნებული ვარ, რომ ესეთ მიმართულებით სიარულს არ შეეგუება და შესაძლებლობებს ესე ხელიდან მარტივად არ გაუშვებს.